იცით სამყაროში ვეძებ ჩემს ნაპირს ოცნებები კიცი სარტყელა დამდევს გზა რომელიც სულ მე მიხმობს და მეც მიყვები რადგან ჯერა ჩვენ თავებში რომ ამოვფრათ ყველა არქონტი ამისათვის საჭიროა მოვუსმინოთ ჩვენს თავებს ამაზე ვისაუბრებ დღეს ჯერა ჩემი გულის ჩემი სიმართლის მჯერა რომ სადღაც ბედნიერება მჯერა რომ ყველა ოცნება ხდება ჯერა რომ ყველა ოცნება ხდება მოგესალმებით მეგობრებო თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა რომ რაღაცად გეუბნებათ აქ თავში გელაპარაკებათ რომ არ წახვიდე იქ არ წახვიდე ის მაინც ვერ გაგიგებს ის მაინც ესეთია ის ისეთია ის შენაირი არ არის ხო და შენ თავს რომ ებრძვი რომ არა უნდა წახვიდე არ უნდა წახვიდე არა უნდა წახვიდე სწორედ იქ უნდა წახვიდე სადაც შენი თავი გეუბნება რომ არ უნდა წახვიდე რატომ იმიტომ რომ გაიგო რატომ გაშინებდა შენ ამა თუ იმ საკითხის განხილვა დანახვა თუ მოსმენა რამდენი ადამიანისგან მიმიღია მე ასეთი პასუხი რომ არა თამარ მე მზად არ ვარ რომ გამოვჩდე ეკრანზე არა თამარ მეშინია არა თამარ ვერ ვლაპარაკობ არა თამარ და არა თამარ იცით რა არის მეგობრებო მე ამ ადამიანების ყველას იმესმის იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ასეთი და თვითონ გამოვზარდე ჩემი თავი სწორედ როდესაც დავჯექი ეკრანის წინ და ვთქვი თამარ იცი რა ახლა ჩაერთვები პირდაპირ ეთერში და სულ ერთია როგორ გამოგივა შენ ილაპარაკებ იმას რისი ლაპარაკიც გსურს და როდესაც ჩავერთე პირდაპირ ეთერში და ხედავ და მესმის ჩემი თავის რომ არ შემიძლია მაგრამ უნდა შევძლო არ შემიძლია მაგრამ უნდა შევძლო გული მერევა ჩემს ხმას რო ვისმენ გული მერევა ჩემს თავს რო ხედავ გული მერევა ყველაფერზე იმაზე რასაც ვაკეთებ მაგრამ ამ ნაჭუჭიდან უნდა გამოვწრე 4 წლის წინ როდესაც დავიწყე საუბარი ძალს ჩემი თავი და ძალს მე რომ არა და კი გავაკეთებ არა თამარ შეხედე რას გავხარ შეხედე როგორ ლაპარაკობ შეხედე ლაპარაკი არ შეგიძლია და მეორე მხრივ ჩემს თავს ვამხნევებ რომ თამარ ეს არის ზრდის პროცესი ასე უნდა გაიზარდო სხვანაირად ვერ გაიზრდები სხვანაირად ბავშვობაში მერე ასაკში კიდევ უფრო მერე ასაკში ხელი შეგიშალა ყველაფერმა შენიანმა თუ უცხომ ყველაფერმა ხელი შეგიშალა იმისათვის რომ შენ ამაში ჩამოყალიბებულიყავი მაგრამ თუ არ გააკეთებ ისე გავა დრო რომ ვერც ვერ ასწროს ვერ შეძლებ ამას ჩემ თავს ვებრძოდი რატომ გიყვებით ამას მეგობრებო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ვითარებაში, შემდეგ ის იზოლირდება თავის თავში. პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს, იმიტომ რომ ძალიან სასტიკია გარე სამყარო. ჩაგქოლავს და ჩაქოლეს. და იცით რა, ყველა ჩაქოლელიდან ამოვძვერი. იმიტომ კი არა რომ ძალიან მაგარი ვარ, იმიტომ რომ მქონდა მხოლოდ ერთი მიზანი. იქ არ უნდა დარჩე, სადაც დაგაბეს, სადაც დაგმარხეს, სადაც ჩაგიყვანეს, სადაც არ გინდოდა, მაგრამ მოხვდი. არავინ არ გააკეთებს ამას შენთვის, არავინ არ მოგკიდებს ხელს და გეტყვის თამარ, მოდი აქ, შენ იცი რა კარგი ხარ, შენ ეს შეგიძლია, ეს შეგიძლია, ეს შეგიძლია და ეს შეგიძლია, არავინ არ იზავს ამას, იცით რატომ? იმიტომ რომ ყველა ვინც ამ დედამიწაზე მოსულია, თავის ძებნაშია.
ის არ დაიწყებს შენს ძებნას, იმიტომ რომ ის ჯერ თავის თავს ეძებს. ამიტომ ყველამ ჩვენი თავი უნდა ვიპოვოთ და მოვუაროთ მას. ვასწავლოთ, დავაყენოთ გამოცდების წინაშე და პრაქტიკულად გამოვცადოთ ის რისი მაგნისია, რა შეუძლია და რა არ შეუძლია. ყველაზე რთულია, როდესაც შენი თავი გებრძვის და კიდევ 1000 სხვა და შენი თავი გებრძვის და კიდევ 2000 სხვა და შენ რომ ამ ბრძოლაში ხარ იცი, სად არის სინათლე და უნდა გაიტანო, სხვა გზა არ გაქვს, სხვა გზა არ გაქვს. ჩვენ აქ მოვდივართ იმისათვის, რომ გამოუშვათ სიტყვა. ყველა ადამიანი მოწყურებულია სიტყვის გამოშვებას, რომ მოусმინოს მას, სხვა და სხვა რატო ვერ ისმენს იცით? იმიტომ რომ ჯერ თავისი აქვს სათქმელი ძალიან ბევრი. ამიტომ მეგობრებო, უნდა დაიცალოთ, რომ სხვის იმოსმენად შეგეძლოთ, მაგრამ ვერ დაიცლებით თუ შენ არავინ მოგისმინა. იცით, სხვათა შორის ამაზე 16 წლის ასაკშიც მიფიქრია და ერთი მოთხრობა უნდა წაგიკითხოთ. ზუსტად გადაიშალა იმ საკითხზე, მეგობრებო. არც ისე უსაფუძვლო მიზეზი. ცის და მიწის ამარა კეთილი გულით დადიოდა მთელი ცხოვრება. მას უყვარდა ყველაფერი, რაც კი ენახა და რაც კი გააჩნდა. მას უყვარდა ყველა, სამწუხაროდ გვერდით არავინ ჰყავდა. ყოფილა ადამიანი, რომელსაც ოდესმე სიმშვიდე მობეზრებოდეს, ის კი მთლიანად სიმშვიდეს მორევში ჩაეთრია და იქ დაეტოვებინა. ყველა უყვარდაო, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არ უყვარდათ ის? ეს უკვე საკვირველია, არც ისე უსაფუძვლოა ის მიზეზი, რომ იგი არავის ყვარებოდა, თუმცა მას ყველა უყვარდა. არავის უყვარდა და მაინც მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. ის ბედნიერი იყო, თანაც უზომოდ. მას ყველაზე ძალიან უხაროდა სიცოცხლე. ყველაზე კარგად ისგრძნობდა თავს და მისი ფანატიკური სიყვარული ყველასადმი ხალხს უკვე ძალიან აღიზიანებდა. მისი სიტყვებით, ყველას გულში სიყვარული იმალებოდა, განა არ შეეძლოთ ადამიანებს მისი დანახვა? არ შეეძლოთ, რადგან მისივე სიტყვებით ისინი უკვე ძალზე დაღლილები იყვნენ. ისე იყვნენ დაღლილები, რომ მათი ინტერესები დაკარგვის გზაზე იყვნენ დამდგარი. მას განურჩევლად უყვარდა დიდი ხნის დაღლილი ადამიანები და დიდი ხანი ელოდა მათ დასვენებას. დიდი ხნის შემდეგ სწორედ იმ ადამიანებმა დააიტირეს დიდი სიყვარულით დაავადებული დიდი ადამიანი. ადამიანები დიდი ხნის მანძილზე დიდად განიცდიდნენ ამ ამბავს, იმას, ვისაც ყველა და ყველაფერი ასე ძალიან უყვარდა და მტკივნეული არასოდეს ყოფილა მისთვის რაიმე. ბედნიერი ცხოვრებით უცხოვრია სიყვარულით დაღლილს. მწარე ცხოვრება მხოლოდ დანარჩენს უგემია. ნამდვილი ცხოვრება კი მხოლოდ მათ ჰქონიათ, ვინც ორივე განიცადა. არავისთვის იქნება საინტერესო რა მოგელის თუ დაიჯერებ, რომ შენ მოგელიან, ამბობდა იგი. არც ისე უსაფუძვლო მიზეზია სიყვარულის მოსაპოვებლად ის, რომ სხვას არასდროს არ განიკითხავ. გძულს, ესე იგი ძალიან გვიყვარს. არა, ეს არ იყო ის, მეგობრებო, რაც უნდა წამეკითხა, მაგრამ მეგონა რომ ეს იყო. იმ მოთხრობაში არის ესეთი მომენტი, რომ ადამიანი დადის თავის ცხოვრების მანძილზე მიდის და გზად შემოხვდება ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც არ მოусმენს და სხვები სულ უყვებიან ამ ადამიანს, რომ აი უყვებიან სულ ერთი არას და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი ხელს ჩაიქნევს, რომ არც ამას ესმის ჩემი და არც იმასო რა და წავა განაგზობს ცხოვრებას თავისით.
ამპარტავნება არის ის, როდესაც ჩვენ გვიშლის ხელს. სხვა ადამიანს არ გავუყადროთ თავი. თავმდაბლობა არ არის ის, რომ შენ ხვალ წახვიდე ეკლესიაში და მოძღვარს ჩააბარო აღსარება. თავმდაბლობა არის ის, როდესაც შენ თავს ეტყვი, რომ არავის მეტი არ ხარ და არავის ნაკლები. არავის მეტი არ ხარ და არავის ნაკლები.